მოგესალმებით ყველას, ეს რობიტარო არხია, მე რობი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება უყურებს თქვენ სოციალურ გვერდს, რას გრძნობს, როდესაც გხედავთ. დღეს ამ პოზიციანი გაშლა გვაქვს საერთოდ პოზიციები ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო თემა, საჯარო გაშლა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველაზე რეზონირებული ვერ იქნება დღევანდელი ვიდეო. მხოლოდ და მხოლოდ თქვენი შინაგანი ხმა გიკარნახებთ, გეხებათ თუ არა ეს ინფორმაცია თქვენ. უკვე ჩაწერილ ვიდეოს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე, რადგან მაშინ იწყებს ვიდეო რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ და მოусმენთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის, როდის არის საიტზე განთავსებული. პირადი კონსულტაციები, ვისაც გსურთ, მესენჯერში დამიკავშირდით, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც. დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვა და ვნახოთ უყურებს თქვენ სოციალურ გვერდს, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და მოდის აქ ისეთი არკანი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ადამიანის თქვენთან მოჯაჭვულობას. ეს არის ძალიან დიდი ემოციური ჯაჭვი, როდესაც ადამიანი ვერ წყვეტს ფიქრს თქვენზე, დამოკიდებული არის იმ მოქმედებაზე, რომ აუცილებლად უნდა გადმოვიდეს თქვენთან, შეგამოწმოთ, დაგინახოთ, სიახლეები შეიტყოს თქვენს შესახებ, აქ შეიძლება იყოს ძლიერი ეჭვიანობა, აქ შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი მიზიდულობა, ვნება მისი მხრიდან, ემოციები, გაუკონტროლებელი ემოციები და ხვდება, რომ დღევანდელ მის ცხოვრებას მაინც თქვენ აკონტროლებთ და ისევ მის გონებაში ხართ და ისევ სურს, რომ თქვენ სოციალურ გვერდს თვალყური ადევნოს. ხო, აქ ძლიერი ემოციები არის თქვენს მიმართ ისევ, თითოეული პატარა დეტალი გულზე ხვდება. ეჭვიანობს კიდეც, ნერვიულობს კიდეც. აქ იცით როგორი სიტუაცია არის, როდესაც თქვათ დღის რუტინაში აუცილებლად არის ის მომენტები, რომ დღეში რამდენჯერმე უნდა შემოვიდეს თქვენს გვერდზე. შეიძლება ეს იმიტომ ხდება, რომ აქტიური ხართ და მუდმივად რაღაც ცვლილებებში ხართ და ბევრ ფოტოს აქვეყნებთ ან პოპულარული ხართ, გვერდი გაქვთ ისეთი, სადაც სულ აქტიურობაში ხართ და არ უნდა რომ მოვლენებს ჩამორჩეს. ან შეიძლება საერთოდაც უძრავი გვერდი გაქვთ, მაგრამ მაინც შემოდის თქვენს გვერდზე, იმიტომ რომ იქ რაღაცა ერთი გამომწარი ხომ არ მოგემატათ, იქ რაღაცა ერთი ლაიქი ხომ არ დაგაკლდათ ან მოგემატათ. დიდი სიამოვნებით საშუალება რომ გქონდეს თქვენს პირად ჩატყობინებებს და შეამოწმებ და აქ ისეთი მდგომარეობა აქვს ამ ადამიანს თქვენს გამო. მაინც ნახოთ, რას გრძნობს, როდესაც გხედავთ. რას გრძნობს, როდესაც გხედავთ. რამდენიც არ უნდა უარყოს, აქ ამ პიროვნებას თქვენს მიმართ აქვს დაუძლეველი სიყვარული, გრძნობა. ამ შემთხვევაში თქვენ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, ყველაზე მნიშვნელოვანი ემოცია თქვენ გიკავშირდებათ, ვერ გივიწყებთ, ვერ გეშვებათ. რას გრძნობს, რომ უყვარ ხართ და თქვენთან ვერ მოდის. არის ბარიერები, არის რაღაც სირთულეები, სხვადასხვა კონტინენტზე დარჩით და ის გადარჩენია, რომ თავის გრძნობებს მოერიოს, მაგრამ ამასაც ვერ აკეთებს. საკმაოდ რთულ ემოციებში არის, ხო, თქვენს გამო. რაღაც მომენტში შეიძლება ამ პიროვნებას კონდეს რაღაც თავის თავში ის მომენტი, რომ თავის თავს ებრძოდეს, რომ არ გადმოდგას ნაბიჯი და არ მოგწეროთ, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ შეიძლება ამ ყველაფრით დამცირდეს, ან მისი შინაგანი პატივმოყვარეობა შეილახოს და თავს ძალიან
კონტროლს უწევს, რომ არ მოგწეროთ, მაგრამ იმაში თავს ვერ უწევს კონტროლს, რომ თქვენს გვერდზე არ შემოვიდეს. დაგემშვიდობებით პირველებო, გადავიდეთ ჩვენ მეორე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით მეორეებო და ვნახოთ უყურებს თქვენს სოციალურ გვერდს ის ადამიანი, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ და რას გრძნობს, როდესაც გხედავთ. რას გრძნობს, როდესაც გხედავთ? პირველ რიგში გავიგოთ უყურებს თუ არა თქვენს სოციალურ გვერდს. აქ ხმლების მეფე მოდის, აქ შეიძლება თქვენი ყოფილი პარტნიორი ჩაიფიქრეთ, რომელიც უკვე დიდი ხანია თქვენს სივრცეში აღარ გამოჩენილა და არც კომუნიკაცია აღარ გქონიათ, დიდი ხნის დაშორებულები ხართ, გაცილებული არის სიტუაცია, გაცილებული არის ინფორმაცია, არაფერი არ გსმენიათ და არ იცით ამ ადამიანზე დიდად. ვიცით რა არის აქ ამ პიროვნებას აქვს ხოლმე ის მომენტი, რომ რამდენი ხანიც არ უნდა იყოს გასული, აქვს ის მომენტი, რომ ცნობის მოყვარეობა აქვს შემორჩენილი თქვენს მიმართ, შეიძლება ემოციურად უკვე თქვენი კავშირი გაცილებული არის, მაგრამ ინტერესის სფერო და ინტერესება, ცნობის მოყვარეობა იგრძნობა ამ პიროვნებისგან. აქედან გამომდინარე, უყურებს თუ არა თქვენ სოციალურ გვერდს, აქ არის ესეთი პასუხი, რომ ხანდახან ყოველთვის არა, ესე აქტიურად გაგიჟებით და ისტერიულად არა, მაგრამ როდესაც გაახსენდებით ხოლმე, აუცილებლად შეიძლება ეს თვეში ერთხელ წელიწადში რამდენჯერმე, მაგრამ მაინც ხდება, რომ გიყურებთ, როგორ ხართ, სად ხართ, ახლა რას აკეთებთ, როგორ გამოიყურებით, ვისთან ხართ, რატომ ხართ და ასე შემდეგ. ან როგორ წავიდა თქვენი ცხოვრება, როგორ განვითარდით, რა გეგმა შეასრულეთ, რა გეგმა გადაიფიქრეთ, რა ახალი სტრატეგია დაისახეთ, ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი მაინც გიხსენებთ და მაინც აქვს რაღაც ასე ვთქვათ, ცნობის მოყვარეობას დავარქვევ აქ. რას გრძნობს, როდესაც გხედავთ? რას გრძნობს, როდესაც გხედავთ? ყოველთვის ჯეროდა ამ პიროვნებას, რომ თქვენ საუკეთესო ცხოვრებას თქვენვე შეიქმნით და ისეთი ძლიერი ხართ, რომ მეორე ნახევარი ან მეორე ადამიანის მხარში დგომა დიდად არ გჭირდებათ, ან შეიძლება თქვენვე დაანახეთ ეს, რომ იქნები ჩემს გვერდზე თუ არ იქნები, მე მაინც იმას მივახწევ, რაც ჩავიფიქრე და ხვდება, რომ არც ეჭვი ეპარებოდა, რომ ამას გააკეთებდით და ახლა უფრო მეტად გრძნობს, რომ თქვენ იმდენად უკვე სრულყოფილი ხართ და იმდენად საკუთარ თავის განებივრებაში ხართ, საკუთარ თავის პატივისცემაში ხართ, ან რაღაც მომენტში შეიძლება მარტო ხელა დედა იყოთ ამ შემთხვევაში, ან უკვე თქვათ შეიძლება ბავშვებიც ყავთ, მაგრამ მაინც არ გავიწყდებათ საკუთარ თავზე ზრუნვა ყოველ შემთხვევაში, როდესაც გიყურებთ, ყოველთვის ხართ მოვლილი, ყოველთვის ხართ რაღაც ფორმაში, ყოველთვის გაქვთ ისეთი იმიჯი და მუხტი, რომ ყველაფერი გამოგივათ, შეგიძლიათ და დამოუკიდებელი ადამიანი ხართ და გრძნობს, რომ თქვენ ესეთი ცხოვრებისთვის ხართ დაბადებული და თქვენს გზაზე ხართ და თქვენი ასე ვთქვათ, დანიშნულება ნაპოვნი გაქვთ და სხვა შორის უხარია ეს მომენტი. შეიძლება იმ მომენტში, როდესაც ერთად იყავით, რაღაც თქვენი ხასიათი არ მოსდიოდა თვალში ან რაღაცებში სხვანაირად უყურებდა ამ ყველაფერს, მაგრამ თქვენში ეჭვი არასოდეს არ შეპარვია და იცის, რომ საკმაოდ ძლიერი ადამიანიც ხართ და ისეთი ცხოვრებაც შეიქმნით, როგორც სულ გინდოდათ და გამოგივითათ. ყოველ შემთხვევაში რაღაც მომენტში შეიძლება თქვენი თამაკობდეს კიდეც, რომ კარგად ხართ, არ წყინს ნამდვილად, რომ ხართ კარგად. დაგემშვიდობებით მეორეებო, გადავიდეთ ჩვენ მესამე პოზიციაზე და ვნახოთ უყურებს თქვენ სოციალურ გვერდს ის ადამიანი, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ და ასევე განვიხილოთ, რას გრძნობს ხოლმე, როდესაც გხედავთ. აქაც იგივე ფაქტიურად თანხმობა არის, რომ ეს ადამიანი უყურებს თქვენ სოციალურ გვერდს, მაგრამ აქ ძალიან ისეთი ფრთხილი ნაბიჯები ჩემოდის ხოლმე თქვენთან, რომ არანაირი კვალი არ დატოვოს შემთხვევით, რაღაცა ზეხელი არ დაეჭიროს, რაღაც არ დაელაიქოს, რაღაცაში კვალი არ დატოვოს და არ მიხვდეთ, რომ თქვენ გიყურებთ ეს ადამიანი, რაღაცა ძალიან ფრთხილად, ჩუმად, საიდუმლოს დონეზე, ესე შემოდის ხოლმე და ეს არის ჩუმი მაყურებელი.
რომელიც წყნარად შემოდის და გადის. გიყურებთ, ნამდვილად გიყურებთ. აქ უყურებს თქვენს მდიდრულ ცხოვრებას. ან მნიშვნელოვან წარმატებას. რატომღაც ესეთი ფიქრები აქვს ხოლმე, როდესაც ხედავთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გაქვთ, არაფერი არ გაკლიათ და თუ არ გემატებათ რამე, ნამდვილად არ გაკლდებათ. თითქოს აქ ეს ადამიანი თქვენს, ასე ვთქვათ, ცხოვრების ტემპს და ცხოვრების სტილს უყურებს აი ამ შემთხვევაში, ვიდრე უშუალოდ თქვენ. რა თქმა უნდა, თქვენ რომ არა ამ ყველაფერსაც არ შეხედავთ, მაგრამ დაინტერესება იცით რაზე მოდის, რომ რა გაცვიათ, როგორ მანქანაში სიხართ, სად მიირთმევთ ძვირადღირებულ საკვებს, შეიძლება რაღაც ბლოგი მიყავთ და გამოდმებით რაღაც ახალ ქალაქებში დადიხართ. შეიძლება ამ ბოლო პერიოდში შეცვალეთ თქვენი ცხოვრების სტილი. აი რაღაც ესეთი სიტუაციები გაქვთ აქ, რომ ამ შემთხვევაში უფრო მისი ინტერესი მოდის თქვენს სოციალურ ფენაზე, თქვენს ასე ვთქვათ, რაღაც მიღწევებზე და მდიდრულ ცხოვრებაზე, როგორც თვითონ აღიქვავს, რომლის საშუალებაც ამჟამად თვითონ არ აქვს. თქვენ გაქვთ, თქვენ მასზე წინ ხართ ამ კუთხით და აი ამ ყველაფერს ძალიან აქტიურად უყურებს. ნახოთ, აბა რას გრძნობს, როდესაც ხედავთ. თქვენგან დახმარება უნდა და თქვენგან ელოდება, რომ შეიძლება ეს ოცნების დონეზე აქვს, რომ ნეტავ მეც რაღაცაში დამეხმაროს და ჩემი სოციალური მდგომარეობა ამ ადამიანმა შეცვალოს და წინ წამომწიოს და რაღაც ოცნებებში მე მგონი. ან შეიძლება ადრე ეხმარებოდით მას მატერიალურად, ან შეიძლება ეს პიროვნება ცდილობდა, რომ რაღაც ისეთი კომუნიკაცია დაემყარებინა თქვენთან, ან ისე დაახლოებულიყო თქვენთან, რომ თქვენგან მიეღო რაღაც მცირედი დახმარება მაინც, რომ თავისი სოციალური სტატუსიც აემაღლებინა და რაღაც იმ წრეში გარეულიყო, რა ვითარებაში თქვენ ხართ. ყოველ შემთხვევაში მისი გრძნობები, დაინტერესება, ემოციები და ფიქრები უკავშირდება დღევანდელ თქვენს მონაპოვარს და იმ ცხოვრების ფუფუნებას, რაც თქვენვე შექმნით და ნატრობს და უყურებს ამ ყველაფერს. აქ დიდად ემოციურ ფონს, სიყვარულს, მუცელში პეპლებს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ თქვენთვის ვერ ვხედავ. არის აქ პირდაპირ მნიშვნელობი ძალიან მატერიალური ხედვები, ხო? მე კი დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას, მინდა რომ იყოთ ყველა ძალიან ბედნიერები და რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.